მოგესალმებით ბათუმელების პირდაპირ ეთერში, ეს ბათუმია. მოქალაქეები ტრადიციულად იკრიბებიან საღამოობით, საღამოს 8 საათიდან საკონსტიტუციო სასამართლოსთან აჭარის მთავრობის ადმინისტრაციული შენობის წინ. უცვლელი გზავნილებით, თუმცა უპირველესი მოთხოვნა ამ საპროტესტო აქციებზე არის თავისუფლება პოლიტიკურ პარტნიორებს, თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს. ქუჩებში გამოსული მოქალაქეები, როგორც ბათუმში, ასევე თბილისში, ასევე სხვა ქალაქებში, არა მარტო დიდ ქალაქებში გამოდიან დღეს მოქალაქეების საპროტესტო აქციაზე, არამედ ყველა მუნიციპალიტეტში დღეს ისმის მოქალაქეების ხმა და მოქალაქეები ძალიან მკაფიოდ აფიქსირებენ თავიანთ საქმეს, რომ ისინი არ შეეგუებიან დიქტატურის დამყარებას ამ ქვეყანაში, პოლიტიკური პარტნიორების არსებობას ამ ქვეყანაში, ასევე უცვლელია მოთხოვნები ხელახლა არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში და არალეგიტიმური მთავრობის გადადგომა. მე მინდა დღეს მიმდინარე ბოლო მოვლენებზე გავიგო საპროტესტო აქციის, ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მონაწილეების განწყობები და მათი შთაბეჭდილება, მაგალითად პირბადეების საქმე იცით თქვენ ხო? პირბადეები რომ შეიძინეს, მაშინ როცა არ ბევრდა ივანიშვილის სპეცრაზმი უკანონოდ და ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე საპროტესტო აქციის, მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ასევე ჟურნალისტებს გვექნებოდა საფრთხე ჩვენი პროფესიული საქმიანობის შესრულების დროს, ამ დროს სამოქალაქო ორგანიზაციებმა შეიძინეს პირბადეები და სხვა აღჭურვილობა, რომელიც გამოიყენება უსაფრთხოებისთვის და ამ პირბადეების გამო ეხლა დაუყადაღეს ანგარიშები სამოქალაქო ორგანიზაციებს, 7 სამოქალაქო ორგანიზაციაზე ლაპარაკი და დღეს უკვე პროკურატურამ დაიბარა სამოქალაქო ორგანიზაციის ხელმძღვანელები პროკურატურაში გამოკითხვაზე. ჯერ უცნობია სამოქალაქო ორგანიზაციების პოზიციები. ჯერ უცნობია როგორია ნულენ თუ არა ისინი გამოკითხვაზე. ასევე საინტერესოა ის ამბავი, რომ საქართველოს არ მიიწვიეს ჩინეთში გამართულ შეხვედრაზე, ანუ ჩინეთს პრაქტიკულად უარი თქვა თავის სტრატეგიულ პარტნიორზე. ეს კიდევ ერთი სიახლეა საქართველოს ქართულ პოლიტიკაში, ქართული ოცნების არალეგიტიმური მთავრობისთვის, რომელსაც შეუჩერა სტრატეგიული პარტნიორობის სტატუსი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა. თქვენ იცით, რომ მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების პრეზიდენტმა, ქართული ოცნების პრეზიდენტმა იწერა ღია წერილი დონალდ ტრამპს და ერთგვარად უსაყვედრო რატომ არ მაგცევთ ყურადღებასო. და მას შემდეგ რაც სტრატეგიული პარტნიორი გახდა ჩინეთი, ერთგვარი მოლოდინები არსებობდა იმაზე, რომ ჩინეთთან მაინც დაამყარებდა ურთიერთობა და ჩინეთისგან მაინც მიიღებდა ერთგვარ აღიარებას და ლეგიტიმაციას ქართული ოცნების მთავრობა, მაგრამ ჩინეთში გამართულ ამ შეხვედრაზეც კი არ მიიწვიეს ქართული ოცნების მთავრობა. მოდი გავისაუბროთ ბათუმის პროევროპული საპროტესტო აქციის მოვლენებს ბოლო მოვლენებთან დაკავშირებით. თეონა დოლენჯაშვილს ვხედავ, მოგესალმებით საღამოშიდობაზე, მინდა რომ გაგესაუბროთ ბათუმელების პირდაპირ ეთერში. ბოლო ამბებზე მინდა გითხოთ, მოგესალმებით. ჩინეთის ამბავზე რას ფიქრობთ? ის რომ არ მიიწვიეს ქართული ოცნების მთავრობა, ეს რას აჩვენებს თქვენთვის? სტრატეგიული პარტნიორობა გააუქმა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ჩინეთთან გააფორმეთ ხო ეს პარტნიორობა, მაგრამ არ მიიწვიეს მაინც ოცნების მთავრობა ჩინეთში. ძალიან სიმპტომატურია, მე მგონი რომ ზოგადად არა მხოლოდ ცივილური სამყაროსგან, არამედ თითქმის მათი პარტნიორებიც კი უარს ამბობენ მათთან თანამშრომლობაზე და საერთოდ ზოგადად სამყარო თუ საერთოდ იზოლაციაში მოაქცევს ჩვენს ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას და არ მიიწევს არცეთ მნიშვნელოვან შეხვედრაზე და თანდათან გააცნობია რომ სადაც არიან და როგორც არიან და რა ჭურშიც სხედან ამ შემთხვევაში ეს იქნება ძალიან კარგი, ასე რომ რაც მეტია ასეთი პრეცედენტი, თუნდაც მათი როგორც თვითონ აცხადებენ პარტნიორებისგან, მით უკეთესი. სად არიან თქვენი აზრით ახლა? სად არის ქართული ოცნება? დღეს მიმართა ღია წერილით მიხეილ ყაველაშვილმა, ხო, ქართული ოცნების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპს. ხო, რა გამოჩნდა ამ წერილით თქვენთვის? სად არის ქართული ოცნება? ესეთი ხუმრობაც არის ამ თემაზე, რომ სტეფან ცვეიგის უცნობი ქალის წერილი, ხო ვიცი, უცნობი კაცის წერილი არის ტრამპის პრინციპში არავინ არ იცის და არავის არ ჯერა, რომ ყაველაშვილია ამ წერილის ავტორი, ხო? და მით უმეტეს ამერიკას, რა ვიცი, რომელსაც ალბათ არ მიკითხულობს საერთოდ ამ წერილებს და ამ მიმართებს, რაც გაიგზავნა და პირველი რაც იყო ყველაზე სამარცხვინო, იქ უკვე ესეთი ილუსტრაცია იყო, რა ვიცი, წერონ და იკითხონ ამბავი ახლა და სად არიან ფსკერზე და ეს ფსკერი
როგორც მათი ამ სკერთან არ ესინჯება კიდევ უფრო ფსკერი და უფრო ღრმად ჩადიან და ყველამ ვიცით რომ ადრე თუ გვიან ეს ყველაფერი დასრულდება ეს სიბნელე ეს ძალადობა ეს უსამართლობა აუცილებლად ამას ექნება პასუხი და აუცილებლად გავიმარჯვებთ უბრალოდ ამ ეტაპზე ჩვენ ვართ ამ ბრძოლის რეჟიმში და ჩვენ თვითონ უნდა გვჯეროდეს რომ აუცილებლად ეს ყველაფერი იქნება დასასრული ძალიან მალე ამ მართლაც უფსკერო და უმორალო ხელისუფლების ჩვენ თავარია რომ ვიდგეთ ერთად ვიყოთ ერთად ვიბრძოლოთ არ დავნებდეთ და ავიცი ხა ბათუმში ვარ ვისვენებ მაგრამ როგორც გავიგე რომ აქ რაღაცა ეს ვიცი რომ უცხოეთი პროტესტია ყოველ საღამოს შემოუერთდები ისევე როგორც რუსთაველზე აქციები არის ძალიან მნიშვნელოვანი მე ვფიქრობ რომ ავიცი ჩვენი ეხლა ერთობა და არ განებება არის გამოსავალი არჩევნები რა როლს თამაშობს ამ პროცესში თქვენ როგორც მახსოვს გაემიჯნეთ თქვენ ხო ლელოს მაშინ გაცხადეთ გადაწყვეტს არჩევნებში მონაწილეობა ვარ პარტიის წევრი მაგრამ ვარ ლელოს დამფუძნებელი თუმცა პარტიის წევრი არ პარტიის წევრი არა უბრალოდ მე გამოვხატე ჩემი პოზიცია რაც არაერთხელ მithქვამს მანამდე გამოკასტის პატრისთვის ვიდრე დააპატიმრებდნენ რომ არჩევნებში მონაწილეობა არ იყოს სწორი გადაწყვეტილება ასე რომ არაფერი ახალი მე მგონი ლელოს დღეს თუ ისმინეთ გიორგი გახარიას გამოსვლას სატელევიზიო გამოსვლას მან თქვა რომ რესურსი არ აქვს საქართველოს რომ მე დამიჭიროს ანუ მე მგონი ყველას დაჭერის ასე თუ ისე მით უმეტეს ლიდერების რესურსი ჯერ კიდევ აქვს და რა თქმა უნდა არ შერწყებათ მათ ასე რომ რა ვიცი ახლა ეს კი ალბათ გიორგი გახარიას უნდა რომ თან იქ საქმეც აკეთებს და ამიტომ არ ეშინია ჩამოსვლას და არ ვიცი რესურსი არ აქვს ამ ხელისუფლებას გახარიას ჩვენ უნდა დაიჭერა იმიტომაც არ ჩამოდის ასე რა ვიცი ასე რომ რა ვიცი ახლა ესეც რაღაცა ილუზიებია ისევე როგორც არჩევნები არის ილუზია ჩვენ ყველამ ვიცით როგორც დასრულდება ეს არჩევნები რომ რა ვიცი ლელო და გახარია იქნება ფონი თუ რა ვიცი შევლენ საკრებულოებში და ალბათ რაღაც პროცენტი შევლენ მაგრამ ეს იქნება ეგრეთ წოდებული დემოკრატიული ფონი იმ ავტორიტარულ ან სამართლო ხელისუფლების ამ საერთო კომპონენტში და სწორედ ამ ფონის შექმნა არის ძალიან ცუდი და მათი ამ ხელისუფლების კიდევ ერთხელ ლეგიტიმაცია და სწორედ ამას ვაპროტესტებ, როდესაც ვამბობთ რომ ბოიკოტი არჩევნებს. თუმცა ამავე დროს მე ძალიან მინდა რომ ოპოზიცია, პოლიტიკური პარტიები იყვნენ ერთად და თუნდაც ამ ბოიკოტს ხონდეს მეტი მუხტი, მეტი ძალა, მეტი შინაარსი და ამაში პოლიტიკოსებმა უნდა ითამაშონ გადამწყვეტი როლი. ამ შემთხვევაში მე ვარ იმედგაცრუებული ზოგადად ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის მიმართ და მოვითხოვ მათგან მე ძალისხმევას, კარდაკარ სიარულს, მეტ ენერგიულობას და რაც სამწუხაროდ ეხლა ესა ყველა რა ფაქტორებზეა ხა დამოკიდებული თქვენ დაკვირვებით ამ პროცესის წარმატება, ანუ წინააღმდეგობის წარმატება, რომ ამას გქონდეს შედეგი და ვერ დამყარდეს საბოლოო დიქტატურა ქვეყანაში. უბრალოდ მე მესმის რომ რაღაც რიგერი უნდა მოქცეს ოცნების ხელისუფლებამ, ერთ-ერთი ხა ყველაზე ძლიერი ტრიგერი, რამაც შეიძლება ხალხი კიდევ ერთხელ აღაშფოთოს არის ვიზოს შეჩერების საფრთხე, ვიზო ლიბერალიზაციის შეჩერების საფრთხე. არ ვიცი, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ჩვენ გავბრაზდეთ. პარტიას და პოლიტიკოსს მოეთხოვება ის, რომ ხოლო ტელეეთერებიდან რიკე კლუჩოს და რაღაცა ესე ვთქვათ ოცნების კოშკები გვიშენოს. მე მინდა რომ მათიანო სოფლებში, ქალაქებში იყვნენ აქაც, იყვნენ გურიაში, იყვნენ კახეთში. ძალების მობილიზაცია მოხდეს და კარდაკარ თითოეულ ადამიანთან მივიდეთ და კიდევ ერთხელ ამ პროცესის მასშტაბურობაზე არის დამოკიდებული თქვენ ფიქრობთ დემოკრატიის გადარჩენა ამ ქვეყანაში? ბოიკოტი რას ქვია? ბოიკოტი არის ბოიკოტი ყველაფერს რა ვიცი ოცნებას ყველგან საკრებულოშიც პარლამენტშიც მაღაზიაშიც ქუჩაშიც ეს უნდა იყოს უფრო მასშტაბური უფრო ძლიერი მე ზუსტად ვერ ხვდები მაგრამ პოლიტიკოსი იმიტომ არის რომ სწორედ ამ ბოიკოტის მუხტის შექმნას და კიდევ ერთხელ რაღაცნაირად აი შევძლოთ მეტი ძალისხმევით და მეტი ენერგიით შეტევა ისე არ გამოდის ბოიკოტი არ არის მხოლოდ ამ სიტყვის ესე ვთქვათ აფიშირება ეს უნდა გადავიდეს საქმეში და ძლიერ პროტესტში და თუ კი არ ვიცი თუ კი დაიკიდა თუნდაც 4 ოქტომბერი ეს თარიღი ნახოთ მე მაინც მომხრე ვარ იმისი რომ ვიღაცა რაღაცას აკეთებს ვიღაცა რაღაცას მოქმედებს ვიღაცამ რაღაც მოინდომა ესეც საქმეა იმიტომ რომ ყველაფერს აქვს შედეგი რა როგორც თერგი
რომელიც მორბის და დაუღალავად მოძრაობს, ყველაფერს აქვს პასუხი. ყველაფერს აქვს მაინც თუნდაც უშედეგოს, მაინც ფიქრობ, რომ თუნდაც ის მოლოდინი არ გამართეს, ხომ ცდი და სწორედ ასეთი ბევრი მცდელობები არის საჭირო, რომ რაღაც ანუ ისო მოინიშნა რაღაც ერთგვარად ბოიკოტის და პროტესტის ახალი თარიღი 4 ოქტომბერი, როცა ჩვენ შეიძლება დავამთავროთ ქართული ოცნების ხელისუფლება, ხო? როგორც ამას გარკვეული პოლიტიკური ლიდერები აცხადებენ, ანუ ფიქრობთ, რომ ეს სწორი მიდგომა, ანუ რაც მეტად ყოველ შემთხვევაში ერთმანეთთან კამათი და დაცინვა, რომ აუ ეს რა სისულელია და ასე ჩაჩეხლა ყველა იდეის ერთმანეთის ჭამა და ერთმანეთთან დაპირისპირება არის ჩვენ რაც გვყავს რა. არ შეიძლება ესე, როდესაც თქვა ხაბეიშვილმა თუ პაადაბურჯულაძემ რაღაცა თქვა, დანარჩენი ოპოზიცია დაცინვის. არ გამოდის ესე. პირიქით იქნებ ვცადოთ, იქნებ და მართლა რაღაც გეგმა აქვს. ანუ თავიდანვე იდეის ჩაჩეხვა უკვე არის ცუდი. ამიტომ კი ბატონო, თავის მაშინ თვითონ რას გვთავაზობთ? ყველამ რაღაც გეგმა დადოს. კიდევ ერთხელ ვამბობ, რაღაც გეგმა, რაღაც თანმიმდევრულობა, მუხტის შექმნა, ეს არის სწორედ მათი საქმე და ვაფასებ თუ კი ადამიანი თავგანწირულია და ამბობს, რომ ყველაფერს თავშევაკლოთ და მივდივარ ამაზე. კი ბატონო, დავაფასოთ და მივყვეთ. აუცილებლად გავალოთ ოქტომბერსს და აუცილებლად ვიქნები მაგ ყველას გვერდით დავდგები, ვინც კი ცდილობს ამ შემთხვევაში თუნდაც აი მართლაც არ არსებულ არჩევნებში თუნდაც ერთად გასულიყვნენ მაგის მომხრეც ვიყავ, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ სადაც ერთობლივ ბრძოლას ყველაზე უნაყოფო ნიადაგზეც კი აქვს შედეგი. ყველა მარცხნივ არის მნიშვნელოვანი. ბარათაშვილის მერანი გვაქვს ხო, მაგალითად და ძალიან ბევრი ჩვენი ისტორიული, კლასიკური, ლიტერატურული, კულტურული მაგალითი, როგორ აქვს ამ ყველაფერს შედეგი რა. იმიტომ რომ არ შეიძლება უბრალოდ უმოქმედოდ ყოფნა და მხოლოდ ტელევიზიის ეთერებიდან რაღაცების და ერთმანეთის ან კიდევ უფრო უარესი ერთმანეთთან კამათი და ერთმანეთის ლანცვა. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მე ვფიქრობ, რომ ყველა მნიშვნელოვან თარიღს, დიდ აქციას, დიდ ნიჭს აუცილებლად აქვს, თუნდაც ის რომ გვიჭერენ, თუნდაც ის რომ გვარბევენ, ეს არის ის დრამატურგია, რაც საბოლოო ჯამში ქმნის ბრძოლის სურათს, ბრძოლის საერთო სახეს და აქ აუცილებლად იბადება მე გმირიც, აუცილებლად იბადება მსხვერპლიც, ჩანს აუცილებლად ოცნების სახე თუნდაც იმ დასავლეთის თვალში, ამიტომ ამ ყველაფერს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. დიდი მადლობა, ეს თეოდორ ლინჯაშვილი იყო, თქვენ მოსუსმენდით ჩვენის პირდაპირ ეთერში. ეს ბათუმია, ბათუმის საპროტესტო აქცია და 278 საღამო, როცა მოქალაქეები დგანან ისევ საპროტესტო აქციაზე ქუჩაში. მოგესალმებით, შეიძლება რომ გაგესაუბროთ აი სამოქალაქო ორგანიზაციებმა რომ დაიბარეს ლიდერები გამოკითხვაზე პროკურატურამ პირბადეების საქმეზე, ამაზე რას ფიქრობთ ამაზე? კარგი, მადლობა. კეთი, თქვენ მინდა რომ გაგესაუბროთ, კეთი გოგიდიდეს მოვისმინოთ, მოგესალმებით. რას ფიქრობთ სამოქალაქო ორგანიზაციების ხელმძღვანელების დაბარებაზე, პროკურატურაში იბარებენ პირბადეების საქმეზე, ეგრეთ წოდებული პირბადეების საქმე, როცა შეიძინეს კონკრეტული პირბადეები და უსაფრთხოების აღჭურვილობა აქციის კონკრეტული მონაწილეების, ასევე ჟურნალისტებისთვის და ამის გამო დაადეს ახლა ყადაღა ამ სამოქალაქო ორგანიზაციებს და ხელმძღვანელები დღეს დაიბარეს უკვე გამოკითხვაზე. რას აჩვენებს თქვენთვის ეს საქმე? ანუ ეს არის რაღაც თითიდან გამოწვეული ამბები, თითქოს ცდილობენ რომ დააშინონ ადამიანები, გაუქმოთ საერთოდ ადამიანების უფლება, ანუ როგორ წარმოგიდგენიათ იმ პერიოდში საშინელებებს რო გვესროდნენ და გაზის კაფსულები, წყლის ჭავლი და ასე შემდეგ, ხო? ეს რო არ ყოფილა უბრალოდ ადამიანების კონცენტრია, ნახევარ დღეს ცოცხალი არ იქნებოდა, თუ არ ვიცი, ისეც კი რამხელა ადამიანებს ფიზიკური ჯანმრთელობის ათასი რაღაც პრობლემები აქვს, ზოგი რას იწერება, ზოგი რა, ზოგი სულეთის პრობლემები და ზოგი მხედველობა და კანის დაპყრობაზე აღარ ლაპარაკობთ. ასე ნახეთ პირდაპირ ფიზიკური ძალადობა სპეცრაზმელების მხრიდან, ხო, იგივე ჟურნალისტებზე? ჩვენ ვხედავთ, რომ არც ერთი ამათგანი არ დასჯილა. არ დასჯილა კი არა, აი ესეთი ოფიციალური წარდგენაც კი არ არის მათზე, რომ აი ეს ადამიანი იყო ან გამოვინება, ან
საერთოდ ძიების პროცესის რომ მიმდინარეობს, ესეც კი არსად არ ფიქსირდება. ადამიანებს ნუ გამოძიება დაიწყო ფორმალურად, მაშინ სპეციალური საგამოძიებო სამსახური არსებობდა, რომელიც ასევე გააუქმეს და პროკურატურას შეუერთეს, მაგრამ არაფერი არ ვიცით ამ გამოძიების მიმდინარეობის, ვინ გამოკითხეს, რა საგამოძიებო ქმედები ჩატარდა, ეს ყველაფერი უცნობია. რა თქმა უნდა და ისე იქნება სანამ ეს თავრობა იქნება, ეს ყველაფერი იქნება სადღაც შემოდებული რომელიღაცა თაროზე თუ არსებობს საერთო დოკუმენტაციაც ამისი, მაგრამ იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ყველაფერი როდესაც სამართლიანობა აღდგება და ყველა ის ადამიანი დაიჭრება, რომელიც ამაში მონაწილე იყო. არასამთავრობოებს არ ვიცი მოკლედ, ალბათ უნდა უსურო ეს გამძლეობა. ბევრი აღარ დარჩათ მე მგონი და ეს მათი მეთოდია, რა თქმა უნდა, რომ დაიმორჩილონ, საერთოდ ახალი არსებობს ორგანიზაციებმა, გადაგვაქციან რუსეთად, იყოს მხოლოდ ერთი არხი, ერთი მათი რაღაც ეგრეთ წოდებული ორგანიზაციები, რომელიც მათ საქმეს გააკეთებს, მათ რაც მოუნდებათ. და ნუ რა თქმა უნდა, ეს ჩვენ მე მოლოდინი მქონდა სულ ვამბობდი, რომ ესე წავიდოდა და ჩემს ირგვლივ ძალიან ბევრს არ ჯეროდა რომ ტელევიზიები დაიხურებოდა მაგალითად. ეხლა ხედავთ მიზარ მიმართული განზრახვას ივანიშვილისას, რომ მას უნდა რომ გააუქმოს საერთოდ სამოქალაქო ორგანიზაციები და კრიტიკული მედია. საზღვრების უნდა რომ ჩაიგდოს, იმიტომ რომ ადამიანები არ ნახონ სხვაგან როგორ ცხოვრობს ადამიანები და აი ვიყოთ, რა ვიცი, რუსეთი კი არა და ჩეჩნეთი ვიყოთ ალბათ. ანუ რა ვიცი, კორეა ვიყოთ. ჩრდილოეთ კავკასიის გაგრძელება, ხო? აი რაღაცა ესეთი დახურული ადამიანები, რომლებსაც ეს ბედნიერი სახეებით ვივლი, თითქოს ყველაფერი კარგად არის. ბედნიერი ხალხი ცხოვრობს, არაფერი ალბათ უხაც არანაირი პრობლემა არ აქვს. დიდი მადლობა, ეს კეთი გოგიტიძე იყო პროევროპული აქციის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე. მოდი კაპიტან ლეილა მორჩულაძეს მოусმინოთ. კაპიტან ლეილა, დღეს ყავალაშვილმა ოცნების პრეზიდენტმა მიმართა ამერიკის პრეზიდენტს, ხო? რით აღმოჩნდა საინტერესო თქვენთვის ეს წერილი? საკვედურობს ერთგვარად ყავალაშვილი ამ წერილში. რატომ არ გვაქცევთ ყურადღებას? ჩვენ თანხმდრაში ვართ ღირებულებებს, რატომ არ გვაქცევთ ყურადღებასო? იმიტომ არ ვაქცევთ, რომ ეს ყველაფერი გაგეგმილია ივანიშვილის, არა ყავალაშვილის და ეს ხალხს აჯერებს. ეს დაიჯერებს, მაგრამ მე ესეთი რამე არ ვაჯერავ. რის მიღწევა სურს ახლა ამით ივანიშვილს? სკვერაში დაბეჭდილება გრჩება. ესე იგი თავს აჩვენებს, რომ რაღაცა ევროპასთან რაღაცა დაკავშირება უნდა, რაღაცა და კონტაქტში შევიდნენ და რა ვიცი მე რას ფიქრობენ. ეს თვითონ იციან ალბათ, მაგრამ ჩვენც გააზრებული ვართ კარგად. და ჩვენც ვართ ძინამდელი ხანია. აქ გავართ ხო ვიცით უკვე ვისმენს ყველაფერი, მაგრამ ეს ყველაფერი არის სრული რაღაცა რა, რომ ხალხს აჩვენონ თავს, მაგრამ ჩვენ იმდენად გამწარებული ვართ, არაფერი აღარ ვჯერა მაგაზე. რადგან ჩვენ რიჟვაძეს ის ამბავი დამარცხეს მათ გვერდში და თორდიკე რიჟვაძე სხვაჭერის თავრობის ყოფილი თავმჯდომარე. ესე იგი მეგობარი არ დაინდეს გვერდიდან და ჩვენ დაგვინდობენ, არა მგონია. რაც უნდა არა დღემდე არავინ არაფერს არ გვეუბნება, ხო დაახლოებით ერთი თვე გავიდა უკვე მაგამის შემდეგ. ტორნიკე დღესაც. კი. არც რიჟვაძის ოჯახის წევრები არაფერს არ ამბობენ. არც გამოძიება არაფერს არ ამბობს. ეს რას ნიშნავს თქვენთვის? რას აჩვენებს? ეს ის ნიშნავს, რომ ვითომ ხალხს აშინებენ ამით რაღაცა იმას. შეიძლება ვაფშე არაა გაჭრილი ტონიკე და ისე ყავან აყვანილი. ესეც მოსალოდნელი. ხო, მაგრამ ფაქტია რომ კლინიკაში იყო გადაყვანილი, დაჭრილი იყო, ანუ საქმე გამოძიება დაწყებული. არ გვინახია ეს. ანუ ამ ვერსიასაც არ გიჯერათ, ხო, ამ ოფიციალურად. მე ამჯერად და ვისაც ჯერა დაიჯერა. ანუ შეიძლება დაკჭერილი ყავთ და რატომ ყავთ ანუ დაკავებული ფერას ფიქრობ. ალბათ ხომდნენ ხალხს და ვერ გადაუხადა და რაღაცა ეს ისა არ ვიცი, მაგრამ ხო იცი, ქუჩაში ადამიანებსაც აჯარიმებენ. არ უყურებენ იმას, შეიძლება აქ არა შეიძლება ეს დაკალია თბილისიდან 30000 ლარი თუ დაჯარიმებული ვარ. და თუ არა და კაპიტი არ აქვს საწოდა, სანტუნა ნახობდი. როგორ შეიძლება ფეხით მოსიარულე მოქალაქეს აჯარიმებდნენ? მე ამდენი წელია ქალაქში ცხოვრობ და ჯერ არ მინახია რომ ფეხით მოსიარულეს აჯარიმებდეს თავრობა. იმენა თავრობა. ისეთი თავრობა მილიარდელი რომ მევიდა სათავეში და ხალხის ჯიბიდან იღებს დღეს დღეობით ფულს. მე რა ვიცი, არაფრის არ ამჯერა. მადლობა, დიდი მადლობა რომ გაგვესაუბრეთ. მოდი აქციის სხვა მონაწილეებსაც მოვისმინოთ ასე. მოგესალმებით. შეიძლება რომ გაგისაუბროთ პატრონების პირდაპირ ეთერში? მოდი შეიძლება რომ გაგისაუბროთ? მოდი შეიძლება გაწყოდეთ, მაგრამ პირდაპირ ეთერში ვარ, პატრონების პირდაპირ ეთერში. მინდა გითხოთ ყავალაშვილის დღევანდელ წერილზე ალბათ ნახავდით, ხო? ყავალაშვილმა მიმართა ღია წერილით დონალდ ტრამპს.
რა შთამბეჭდება დაგიტოვა თქვენ ამ წერილმა საყვედურობს ერთგვარად ყაველაშვილი ოცნების პრეზიდენტი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს რატომ არ გვაქცევთ ყურადღებასო რა გზავნილი იყო ეს თქვენთვის თქვენ როგორ გაიგეთ სერიოზულად არა რა ვიცი მე ვფიქრობ ესეთი საერთოდ ამბობს ისეთ ცხოვრობს დაახლოებით წელიწადზე მეტია რომ თითქოს სამყაროში ვარ აბსოლუტურად გამიჩნეული ვარ იმ ყველაფერზე არჩევნების შემდეგ რა რუსთაველის პროტესტზე თითქმის 250 დღეზე მეტი ვდგავარ მე პირადად და ასე ვერ წარმომედგენია თუ არსებობენ ადამიანები რომლებიც რაღაცა წერილებს წერენ თითქოს თავიანთი ქვეყნისთვის მუშაობენ და სინამდვილეში რა ხდება ადამიანის სილის გაწმისთვის ციხეში ზიაბაღლობელი ხო ოქროს ადამიანი ახალგაზრდა ადამიანები და ქვეყნის მომავალი გამომწყვდეულია ციხეში და ხოლმედება ძალიან ბევრი ბრალდებული სინძის პატიმარი განაიჩეს მათ შორის ვიაცეცხლაძე ბათუმელი პატიმარი რა თქმა უნდა მე 30-35 პატიმარზე ჩვენ ჩემ მეგობრებთან ვიდეო კლიპები დავამზადე რამდენიმე თვის წინ და პირველმა გაუშვა მამიდენმა და რა თქმა უნდა ჩემი გვერდის საშუალებით და თითქმის ყველა მათგანს ვიცი მაგრამ სად მოვიდა ახლა ქართული ოცნება რა ეტაპზეა თქვენი აზრით ივანიშვილი და მისი რეჟიმი ეთით დიქტატურა ალბათ იმიტომა საშიში ამ წუთას ჯერ კიდევ შევხვდით დიქტატურას მე ეს ვფიქრობ თუ დამყარების ფსელობა ამგონი ხო დიქტატურა რომ დაამყარონ იმიტომ საშიში რომ კომიკურია იმედად კომიკურია რომ არ გეშინია რაღაცნაირად აი სულ მიდის კომედიამდე ეს ყველაფერი აი ჩვენ ვისი გვეშინია ხო საზოგადოებას ეშინია მამაკაცებს გათხოვების ამუნიების არარსებული ომის პარტიის რაღაცა deep state-ის მართლა არ არსებობს და ყაველაშვილი წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს მეც მომხედე ვიდეო ტრამპ იმიტომ რომ deep state-ის მეშინია და ერთსერი ღირებულებები გვაქვსო ხო ერთი ღირებულებებში ალბათ ჩვენი აზრით მნიშვნელოვანი კატეგორია ხალხია და ასე შემდეგ ოღონდ როგორც ყველა დიქტატურაში მე საერთოდ არ მინდა ამ თემას ისე შევეხო, იმიტომ რომ ამდენი კაცი ხალხია ძახში მე რომელიც ფერცხობა ცოტა ჰომოფობიური განცხადებები მოპარება იმ ადამიანებს, ვისაც არ გვეკადრება. ამიტომ არ მინდა მე ეს ვიძახო, მაგრამ როგორც ყველა ავტოკრატიისგან მიდრეკილ ადამიანში და მიდრეკილ რეჟიმში ჩემთვის შეიძლება ყველაფერი ეკესია, მაგრამ შენთვის კაცი, ჩემთვის როცა მინდა კაცი, როცა მინდა კაცია, შენთვის როცა კაცი გინდა კაცია, ხალი გინდა ხალი. აი ჩარ. რა სახერხებს, რა გამოსდის ახლა ივანიშვილს? გამოსდის მას დიქტატურის ამყარება ამ ქვეყანაში, თქვენ როგორ? დიქტატურა. რაზე ახლა დამოკიდებული გადარჩენა, დემოკრატიის გადარჩენა ამ ქვეყანაში? დიქტატურას სჭირდება თვითკამარი ქვეყანა. ეკონომიკურად ხო პირველ რიგში კატალანა ხალხთა და მე მახსოვს 90-იან წლებში მაშინ ახალი თინეიჯერი ვიყავი ნუ ახალგაზრდა ვიყავ მე მაშინ ძალიან პირველ მეორე მესამე კურსზე მე მახსოვს ჩაბანელებული რომ არ ყოფილიყო ჩვენ მაშინ გადაგვაჩინა ეხლა რო ვფიქრობ არასამთავრობოებმა ევროპული გრანტები ახალი შემოსავალი გადაგვაჩინეს იმიგრანტებმა ხალებმა რომლებიც მიდიოდნენ ევროპაში სადაც მამაკაცებს ათხოვებენ თავს ძალით და უცებ რა გამოდის რომ ჩვენ ისეთი უნდა დავუყოთ ვეღარ გამორიცხული ფიზიკურად ვერ დავუყოთ ვისი სურვილი თავი რაიგოს ეს 7 მილიარდი კი არა 70 მილიარდი რომ კონდეს ადამიანს ვეღარ მოახერხებს უკან დაბრუნებას იმიტომ არ შეიძლება მოდით მიუხედავად იმისა რომ ამაზე დავწერე კიდეც რომ რაღაცა რუსთაველის პროტესტზე ეს თაობა ჩვენი თაობა ხო ეს არა ხია 1991 წლამდე და მილენიალების თაობა უფრო მეტი გავარ მაინც მამათა და შვილთა ბრძოლა ეს იმიტომ რომ ეს არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს მამათა და შვილთა ბრძოლა უდესმე რომ მამებს მოეწყო ათოდება კონფერენცია
განვითარების მთავარი მიზანი არის გაიმარჯვოს მომავალ თაობა. მომავალ თაობა, რომელიც ეხლა ჩვენთვის ის ციხეში არ შეიძლება არ შეიძლება ზუსტად ცოცხლადები არ გაიმარჯვოს, არ შეიძლება ზრიადი დამარცხდეს ვინმეს და მე ამის არ მჯერა. ვიღაცას არ ჯერა გამარჯვება შეიძლება. მე არ მჯერა დამარცხება. ხო, მაგრამ რაზეა თქვენი აზრით ეხლა დამოკიდებული რა ფაქტორებზე დამოკიდებული დღეს სამ პროცესის დემოკრატიის გადარჩენა ამ ქვეყანაში? თქვენ როგორ ხედავთ? ანუ წინამდებობას რო ქონდეს წარმატება და ვერ მოახერხოს საბოლოოდ ივანიშვილმა დიქტატურის სამყარო ქვეყანაში. ერთობა თავარი. მართალია მე ძალიან გამიცრუა იმით, ძალიან პოლიტიკოსმა ისინი აბსოლუტურად ჩემგან განსხვავებულად ხედავენ და რა თქმა უნდა მე არ ვარ პოლიტიკოსი და არ მაქვს არანაირი პრეტენზია რომ სწორად ხედავენ პროტესტი როგორი უნდა იყოს საერთოდ არ მაქვს პრეტენზია მაგრამ მაქვს პრეტენზია ქვეყნის სიყვარულზე და ვფიქრობ ერთ რამას როდესაც შენ ყავს ატიმბები როდესაც შენ როდესაც სრულიად გაერთიანებული იყო მე ვიყავი არჩევნებზე დამკვირვებელი მაგათაც მოხალისე დამკვირვებელი და ზუსტად ვიცი როგორ ხუბებით ვადექით მაშინ როცა ესეთი კაბალური კანონები არ იყო შემოღებული ეხლა და ნუ იმ ახლა კიდევ უფრო გააუარეს ეს კანონები და აღარ გაქვს პრაქტიკულად დაკვირვების საშუალება ეუთოც არ მოიწვიეს და ხო დაკვირვების არანაირი შესაძლებლობა არ არის არანაირი საშუალება არ არის დაკვირვების და იმ პირობებშიც კი იმ პარტიებმა ჯამში აიღეს სადღაც 19% ეხლა ნახევარი ვთქვათ ლელოდან ის ადამიანების გამოდის თავის მოედანიეს იგივე ანადოლიძია ძალიან ბევრი ადამიანის გამომისცეს ხმა ხო ლელოს ის ადამიანები გამოეცნენ ამ და ვიჩებ ის 9%-დან ალბათ 3 დარჩება ხო მე ვფიქრობ ძალიან არასწორი გადაწყვეტილება მაინც ვიტოვებ მომეც და ჯერან არგი ადამიანები არიან ლელოში და მე მგონია რომ საბო აი სიმბოლიკურად დაბუდება და ეკნებათ განცხადება და მეთქული მაგათაც და გახარიებსაც რომ მოდი არ გინდა ეს არჩევნები ჩავაცხა და მოდი ისევ გავერთიანდეთ და ისევ იყოს ანუ საბოლოოდ უარს იტყვიან არჩევნებზე ამ მე მაინც მგონია რომ ეს ხდება თუმცა კაი პირი ჯერჯერ სამაგისოთ არ უჩას მაგრამ მე მაინც მგონია რომ თუ არა და ზუსტად ვიცი რამდენი ადამიანი მოხდება. აგერ მე თქვენ თქვენ დავთვალოთ ზუსტად შემოდგომექება და წიწილები შეგვიძლია დავთვალოთ. დიდი მადლობა თქვენი სახელმწიფო გვარი ქერთი ელიაშვილის სცენარისტი ჟურნალისტი. დიდი მადლობა თქვენ რომ გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრება. ასეთი გზავნილებია დღეს ბათუმის საპროტესტო აქციაზე პროევროპული აქციების 278 საღამოს მოქალაქეები დგანან ისევ ქუჩაში მეორე მხარეს ხედავთ პოლიციას და ძალიან მკაფიოდ ჩანს მოქალაქეების შემართება და სიმტკიცე რომ ისინი არ აპირებენ გაჩერებას და ამ ერთგვარი ბრძოლის შეწყვეტას მაშინ როცა მყარდება დიქტატურა ქვეყანაში და ამ დიქტატურას ამყარებს ივანიშვილის რეჟიმი და ქვეყანა გადაყავთ რუსეთის ორბიტაზე, რუსულ ორბიტაზე, რაც ძალიან მკაფიოდ ჩანს, რადგანაც ოცნების რეჟიმმა ჩაკეტა გზა, საქართველოს გზა ევროპისკენ და სწორედ ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდა პრინციპულად მიუღებელი საზოგადოებისთვის საქართველოში, მაშინ როცა 2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ევროკავშირში გაჭირვების შესახებ მოლაპარაკებები არის გადადებული 2028 წლამდე, ანუ პრაქტიკულად შეეჩერა ევროინტეგრაციის პროცესი ოცნების ხელისუფლებამ და სწორედ ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდა პრინციპულად მიუღებელი საქართველოსთვის, რადგანაც ძალიან მკაფიოდ დასანახი გახდა საქართველოს მომავალი პარტნიორების და მეგობრების გარეშე აგრესორი რუსეთის პირისპირ. ამიტომაც მოქალაქეები დგანან ამ დრომდე ქუჩაში ითხოვენ პირველ რიგში პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას, მათ შორის ბზია მაღლობელის გათავისუფლებას, რომელიც პირველი ქალი პოლიტიკური პატიმარია საქართველოში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჟურნალისტი და გამოცემა ბათუმელების და ნეტგაზეთის დამფუძნებელი და დირექტორი. ეხლა უკვე სხვა ქალი პოლიტიკური პატიმრები თხოვს, იგივე ნინო დათაშვილი მასწავლებელი, რომელიც ბრალდებულია დღეს და ის ელოდება განეჩენს, ასევე პოლიციაზე თავდასხმის მუხლით, ხვალ რამდენიმე სინდისის პატიმარი ერთდროულად ელოდება სასამართლოს განეჩენს, მათ შორის არის ზვიაცეცხლაძე ბათუმელი პატიმარი. და ამ საპროტესტო აქციების უცვლელი მოთხოვნა ამ დრომდე არის პირველ რიგში სწორედ პოლიტიკური პატიმრების, სინდისის პატიმრების გათავისუფლება. ასევე ამ აქციების საყოველთაო აქციების შეიძლება ითქვას უცვლელი მოთხოვნებია ხალხა არჩევნების ჩატარება დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში და არალეგიტიმური მთავრობის გადადგომა.
ასეთი იყო დღეს ბათუმის საპროტესტო აქციის მონაწილეების გზავნილები ბოლო ამბებზე. ეს უბრალოდ ჩვენს ვებგვერდებს ბათუმელები ჯი-დან გაზეთი ჯირო მიიღოთ განახლებული და სანდო ინფორმაცია ეს ბათუმელების პირდაპირი ჩართვა იყო. მადლობა ყურადღებისთვის დროებით.